ვისწავლოთ ისრებიანი საათის ცნობა. საათი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ციფერბლატი, სადაც ციფრებია დაწერილი, საათების ისარი, მოკლე ისარი, წუთების ისარი, გრძელი ისარი. საათებს ასევე აქვს წამების ისარი, წვრილი და გრძელი, რომელიც ბრუნავს ყველაზე სწრაფად. როდესაც წუთების ისარი მისულია 12-თან, ვამბობთ, რომ ის საათი შესრულდა, რომელსაც გვიჩვენებს საათების ისარი. აი ახლა ნახეთ, გახდა 4 საათი. ახლა 5 საათი გახდა. ახლა 6 საათი. აბა გამოიცანი ახლა რომელი საათია? სწორია, 7 საათია. წუთების ისარი მთელ წრეს რომ შემოუვლის 60 წუთი გადის, რაც 1 საათია. რა მოხდება თუ წუთების ისარი მთელი წრის ნაცვლად 9 წრეს გაივლის? მაშინ ვიტყვით რომ გავიდა 9 საათი. დააკვირდით, საათს წუთების ისართან ერთად საათის ისარიც გამოძრავდა და ახლა 2-სა და 3-ს შორისაა. წუთების ისარი კი 6-თანაა. ახლა არის 3/9. კიდევ შევხედოთ. ახლა 4/9-ია. ახლა რომელი საათია? 7/9. თუ დააკვირდებით, საათების უმრავლესობას რიცხვებს შორის კიდევ ხაზები აქვს. ყველა რიცხვს შორის ადგილი 5 ნაწილადაა დაყოფილი. ესაა წუთები. 1 უჯრა 1 წუთია. წუთების ისარი რამდენ უჯრასაც გაივლის, იმდენი წუთი გავა. მაგალითად 12-დან პირველამდე 5 უჯრა და 5 წუთი გავიდა. 2-მდე 10 უჯრა გამოდის და 10 წუთი გავა. ახლა დავაკვირდეთ საათს. შესრულდა 9 საათი. წუთების ისარი 12-ს რომ გადაცდება, ვამბობთ, რომ დაიწყო 10 საათი. რამდენ წუთზეც იქნება წუთების ისარი, იმდენი წუთია. მაგალითად, ახლა წუთების ისარი 3 საათთანაა. და ვამბობთ, 10-ის 15 წუთია. 12-დან 3-მდე 15 უჯრაა. წუთების ისარი მივიდა 6-იანთან. ეს 30 წუთია. როგორც ვიცით, 1 საათში 60 წუთია. 30 კი მთლიანი საათის 9-ია. შესაბამისად ვამბობთ, რომ ახლა 10-ის 9-ია. როცა წუთების ისარი მივა 7-იანთან, სრული საათის შესრულებამდე, ანუ წუთების ისრიდან 12-მდე დარჩება 25 გრაფა. შესაბამისად ვიტყვით, რომ 10-ს აკლია 25 წუთი. როცა ისარი მივა 8-თან, 20 გრაფა დარჩება საათის შესრულებამდე და ვიტყვით, რომ 10-ს აკლია 20 წუთი. აბა რას ვიტყვით, როცა წუთების ისარი 9-თან მივა? 10-ს აკლია 15 წუთი. წუთების ისარი 10-თანაა. ახლა რომელი საათია? 10-ს აკლია 10 წუთი. ახლა წუთების ისარი 12-თან მივიდა. რომელი საათია? გახდა 10 საათი. თუ წუთების ისარი ზუსტად რომელიმე ციფრთან არაა, მაშინ მაინც ვამბობთ იმ დროს, რაც უახლოეს რიცხვთან იქნებოდა. მაგალითად, ახლა წუთების ისარი ზუსტად 2-იანთან არაა. თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა 11-ის 10 წუთია. ვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ბრანცო. დააჭირეთ წითელ ლამაზ ღილაკს ვიდეოს ქვევით. გმადლობთ!